ახლა კი გავაკეთოთ ესეთი გაშლა. რა უნდა თქვენგან? ვარიანტი გვექნება 3, იმიტომ რომ მხოლოდ ამ კითხვას ვნახავთ. რა უნდა თქვენგან? პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. მესმის არ ჩანს არკანები, მაგრამ მაინც როგორღაც ჩავიფიქროთ, ახლა უკვე ჩანს. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ენერგიები ვნახოთ თქვენი. რაღაცა შანს გაწვდით, ვიღაცა და თქვენ არის დაიღოთ თუ არა. რისი შანსია ეს არ ვიცი. შეიძლება იყოს სხვა სამსახური, სხვა ქვეყანაში გადასვლა. სხვა რაღაც პერსპექტივა. თქვენი ოცნების ასრულების რაღაცა გზა შემოგთავაზათ ვიღაცამ. ეს რა სფეროა? აქ არის რაღაცა წენების თითქოს ვიღაცა მოგიბოდიშათ, ან ვიღაცამ რაღაცნაირად ცდილობს, რომ თქვენი გატეხილი გული გაამთელოს. თუ ეგეთ სიტუაცია გაქვთ, ვიღაცა პენტაკლის მეფეა, შეიძლება იყოს მიწისძვრა, შეიძლება თქვენი რაღაც სტაბილური პარტნიორი, ან ზოგადად მახასიათებლებით იყოს ესეთი, პლუს მოძრავია. ნახოთ ვინ ხართ მისთვის. მთელი სამყარო აქ. აქ ადამიანმა თუ რაღაცა დააშავა, უნდა რომ ყველაფერი ახალ ეტაპზე გადაიყვანოს, თქვენთან სტაბილურობა უნდა. მზად არის რომ შეიცვალოს აქ, უკვე შეიცვალა, პროცესშია, მიდის ეგოიზმისგან, მიდის რაღაც მოძრაობას იწყებს საით ყინულის დედოფლისკენ, თქვენ ხართ ახლა ყინულის დედოფალი, რომელსაც უნდა რომ გული გაუთბოს და ამისთვის მზად არის იმუშაოს, კიდევ ვინ ხართ მისთვის. ის ვინც აღგზნობინებდა თავს ნამდვილ მამაკაცად, პლუს თქვენთან იყო ისეთი, ანუ არის ისეთი, როგორიც სინამდვილეში თქვენთან არ უწევდა თამაში, სხვადასხვა ენერგიებში, ხანდახან ხანდახან შეეძლო იყოს როგორც ბავშვი, ხანდახან რაღაც როგორც უფროსი, ხანდახან ყველანაირი ამპლუაში შეეძლო თქვენთან ყოფნა. კიდევ თქვენ მისი ბედი ხართ, მისი გადმოსახედიდან. ესეთი გამოგვივიდა პირველი გაშლა, პირველი ვარიანტი და გადავიდეთ მეორეზე, რა ენერგიებში ხართ აქ. აქ შეყვარებული მადამი ყავს, რომელიც ახლა რაღაცას წონის, რომელიც ეს სამართლიანად. რაღაცა ზარს ელოდებით, ან უკვე მიიღეთ მამაკაცისგან, რომელმაც ძალიან გაგანაწყენათ. რაღაც მძიმე საუბარი იყო. მამაკაცს აქ ხედავ მკაცრ პოზიციებში, ცივ პოზიციებში, მაგრამ თქვენ აქ რაღაცაში აჯობებთ, თქვენი მდუმალებით, თითქოს შეიძლება რაღაცა უხეში რამე გითხრათ, თქვენ პასუხი არ გაეცით და ამითი გაურკვევლობაში დატოვეთ, ან რაღაც გითხრათ წავედი და შენ ნახვამდის, ანუ რაღაც ესეთია. თითქოს რაღაც მის სიუხეშეზე ან ცუდ საქციელზე რეაქცია არ ქონდათ და ამითი ჩააგდეთ საგონებელში. ამითი მოკალით მასში თქვენ მისი წყლის მეფე, მისი რაღაცა ეს წებოვნება თითქოს და რაღაც ახლებურად შეხედა სიტუაციას, მიხვდა რომ უნდა იმოძრაოს, თქვენ დაკარგვის შეეშინდა, მიხართ ადამიანისთვის აქ. მიხართ აქ ჩაფიქრებული ადამიანისთვის, ქალი მოძრავი, მაგრამ რომელიც ეხლა არაფერს არ აკეთებს. ძალიან კარგი, ვარსკვლავი, ლამაზი, მიმზიდველი, მაგრამ ცივი. კიდევ ვინ ხართ? თქვენ ის დეპრესიაში ჩააგდეთ. ჩახანჩლეთ. აქ ადამიანს ღამეები არ წინავს. კარგი, რას მოიმოქმედებს? მოქმედებაში ცოტა გვიჭირს. ჯერჯერობით ბლოკებში, შეიძლება ვიღაცებთან დაბლოკეთ კიდევაც აქ პირდაპირ, შეიძლება ზოგადად თავის საკუთარ ბლოკებში იყოს, მაგრამ აქ შანს ეძებს რისთვის რომ დაგიბრუნოთ თქვენ როგორც სტაბილური პარტნიორი, რომ მოგაწოდოთ გრძნობებით სავსე თასი. ვინ ხართ მისთვის? ის ადამიანი, ვინც უსაზღვრო ბედნიერებას და სიამოვნებას ანიჭებს. მთელი სამყარო. რომელიც შეცვალეს საიდან. თქვენ მასში რაღაცა მანიპულატორული თვისებები ჩაკალით და გადაიყვანეთ ნოსტალგიურ ნოტაზე. რა უნდა თქვენგან? რა უნდა თქვენგან?
რა უნდა თქვენგან? აი რა უნდა აქ ცოტა გვიჭირს, არ იცის. თავს იტყუებს, ჩამოყალიბებული არ არის, ასე რომ ვერ გეტყვით რა უნდა თუნდაც არის. შემდეგ კიდე გავშალოთ და ვნახოთ. ან ბირათში მომწერეთ. გადავედით მესამე ვარიანტზე, რა ენერგიებში ხართ აქ. აქ მეტი წილი მიყურებენ დაოჯახებული გოგონები და ბიჭუნები, მაგრამ ახლა ხართ კრიზისში. თავს იცავთ, ხათ ის ეგოიზმისგან. რაღაცა სასამართლო დავაც გაქვთ აქ, აქ უეჭველი ოჯახი შეიძლება დანგრევის პირას იყოს. რაღაცა ამბავი აქ მესამე პირია. აქ გაიგეთ მესამე პირის შესახებ, შეიძლება დიდი ხანია იცოთ, შეიძლება ვიღაცასთან ახლა გამოჩნდა. და თუ ეგრე აქ სამკუთხედია უეჭველი, შესაძლოა თქვენი მხრიდანაც იყოს სამკუთხედი. თუ სამკუთხედი არ არის, მაშინ არ უყუროთ, ეს არ არის თქვენი გაშლა. დამძიმებული ხართ, ძალიან ეძებთ სწორ გზას, იმპერატორის დაკარგვაც არ გინდათ, მაგრამ თქვენი სურვილების და ოცნებების დაკარგვაც არ გინდათ. ვინ ხართ მისთვის? ეს ადამიანი ვისი გაშვებაც არ უნდა, ჩაბღაუჭებულია და ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დაკარგოთ. რა უნდა თქვენგან? თქვენგან უნდა გრძნობები, პერსპექტივები, თქვენთან უნდა რაღაცის საქმის გარჩევა, მაგრამ არის გაურებული, ეს რა არის, რა კვდება აქ? ადამიანს უნდა აქ სხვა ეტაპზე გადასვლა თქვენთან და უნდა რომ ყველაფერი ცუდი დატოვოს წარსულში. კარგი, თუ აქ სამკუთხედია, იმ მესამეს რა ბედი ეწევა? იმისგან თავს იცავს ახლა. კიდევ რა ხდება? მუშაობს რაზე? იმაზე რომ ძალიან ბლოკებში მოაქციოს. ესეთი სიტუაცია, ესეთი გამოგვივიდა თმანდელი გაშლა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ. ძალიან გთხოვთ, ნახავები ბევრია და ლაიქები ცოტა და ძალიან გთხოვთ დაალაიქეთ, თქვენთვის ძნელი არ არის, ეს არის მადლობა თქვენი გაწეული შრომისთვის და ძალიან კარგია ჩემი არხის წინწევისთვის და თქვენი მადლიერებაა ეს. ანუ ყველაფერს თავის ფასი აქვს ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერთ, ვინც მილაიქებს, ვინც მიკომენტარებთ. პირად გაშლებზე მომწერეთ აღწერაში მითითებულ ნომერს.